იგი გამარჯვება. გამარჯვება. როგორ ახლა? კარგად. მოდი აქ დავიწყოთ. რეჟისორი კაცი ხარ და როგორ დეკორაციულად უხდება უკან ხე, სიმწვანე. კარგი ადგილია. ვისაუბრებთ ჩვენიერ გარემოში, იტალიურ გარემოში. იტალიაში არ ვართ, მაგრამ იტალია ესე მიყვარს, რომ დავამტვი იტალიურ გარემო. მადლობა მოწვევისთვის. პირიქით, შემოძლობა. მეც მინდა ბევრი რამ გავიგუშინე და მაყურებელს. თქვენ რაღაცა ვიკვეთებით შეაჩი და რასაც უშუალო ურთიერთობა არ გქონია. ხოდა გადაცემა მოგცემს ამის საშუალებას, უფრო უშუალოდ ტელევიზიაში გავიცნობთ ერთმანეთს. და შენაც სამაყურებელმა მეტი გაიცნობს. ესე იგი, ჩემი ერთ-ერთი ინტერესი გამოიწვია სპექტაკლი, რომელიც ცოტა ხნის წინ განახორციელე თავისუფალ თეატრში ქეთევან წამებულზე. თუმცა სანამ ქეთევან წამებულამდე მივალთ ჩვენთან მინახავ შენი სპექტაკლები და შენ უფრო რაღაცა მე რაც მაქვს ქორეოგრაფიულ ჟანრში მუშაობდი ეს თავიდანვე ეს იყო შენი სურვილი თუ მე ჩამოყალიბდა თუ ზოგადად როგორ მიხვედი ამ პროფესიამდე და ამ მიმართულებამდე ეს სპექტაკლი ძალიან კომპლექსურია ანუ აქ მოიცავს სიტყვას ქორეოგრაფიას აქ არის სიმბოლოები და რამდენიმე პერსონაჟი არის არქეტიპით გამოხატული რატო ეს? იმიტომ რომ ქეთევან წამებული მხოლოდ ქართველებისთვის არ არის წმინდანი, ეს საერთაშორისო მასშტაბის წმინდანია, იმიტომ რომ კათოლიკე მისიონერებმა მოიტანეს ეს ამბავი. და შემოგვინახოს მეტი წამების ფაქტები ხოთაშორის კათოლიკე. მათი დამსახურებაა, რომ ჩვენ ეს ამბავი ესე კარგად ვიცით და საერთაშორის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანეს მის შვილთან თეიმურაზთან და სამწუხაროდ ეს წმინდა ნაწილები დაიკარგა. მაგრამ იმის თქმა მინდა რომ კათოლიკებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წმინდანია ქეთევან წამებული. ასევე თქვენ ვიცი რომ იცით, იმიტომ რომ ქუაში ნამყოფი ხართ და უდიდეს პატივს სცემენ ქეთევან წამებულს იქ რაღაც ფესტივალიც ეწყობა, ყოველწლიური მასშტაბური ფესტივალი, იმიტომ რომ ქეთევან წამებულის დიდი უმნიშვნელოვანესი წმინდა ნაწილები არის იქ დაბრძანებული და ხო ამისკენ გამომდინარე მე არ ვარ ფორმებში შეზღუდული თქვა დრამის სპექტაკლის გამიკეთებია, ქორეოგრაფიული სპექტაკლის გამიკეთებია და ვიფიქრე რომ საერთაშორისო ენით, ანუ პლასტიკის ენით ჩაიდავლიოთ თან მადლობა. დიდი მადლობა. ყველასთვის გასაგებია ეს. ყველაზე გასაგებია ანუ ეს ნიშნავს იმას რომ აპირებ რომ შენ აჩვენო უცხოეთში სპექტაკლი, რადგან თქვენ თვითონ არ აღარ შეგვიძლია. ჩვენ უკვე ინდოეთში ალბათ. კი, გვაქვს მოწვევა და ველოდები. გუაზე. დარისპანი ჩართული იქნება, ჩვენ დარისპანს ვეძახით. ხო, თამაშობთ ხო? დარისპანი ვენეწელებ ჩვენ სპექტაკლში კი. ჯერ ჩავალთ დეილიში, ესეთ გეგმა ყოველ შემთხვევაში. აქ ძალიან მნიშვნელოვანია კულტურის სამინისტროს ჩართულობა, იმიტომ რომ მათი დახმარების გარეშე არ გამოვა. ჯერ უნდა ჩავიდეთ დეილიში, გეგმა და სურვილი და მიზანი აქ გვაქვს ეს და მე გადავალთ გოაში. ბევრი წმინდანი ჩვენ. ბევრი გმირი ყავს, ბევრი ისტორიული ფიგურა ყავს, ვისი ცხოვრებაც ნამდვილად შეიძლება იქცეს სპექტაკლსა და სერიალებად ესე. განებირებული ვართ ამით იმ კუთხით რომ ხა არ არის ნებირობა რომ ოჯახი რა ადამიანი აწამეს, მაგრამ ის მოწამეები დღეს უკვე ჩვენი მოხდება, მაგრამ გულისხმობ იმას რომ ბევრი ფიგურაა და ძალიან კარგი თუ ბევრზე შეჭერდება ყურადღება. რატომ ქეთევან წამებული? აი რამ გამოიწვიეს ინტერესი რომ სწორედ მასზე გადაწყვიტე შენ როგორც შემოქმედა დაგეგა სპექტაკლი? და როდის დაინტერესი ქეთევან წამებულის ფიგურით, ქეთევან წამებულის ცხოვრებით? ნუ ეხლა მე ბავშვობიდან ვცდილობ ეკლესიურად ვიცხოვრო და ჩემს ქეთევან წამებული ძალიან ახლო. ქართულთან ნათობი ქვია, როგორ ესახელე ეკლესია, ქართულთან ნათობი. საოცარია ქეთევან ნათობი და აი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ აი ჩვენ ადამიანები ვკამათობთ იმაზე რა არის სიყვარულის საზომი ერთეული, ხო? და მე მგონია რომ ეს არის თავგანწირვა. და თუ მე სულ ყველა სპექტაკლში თითქმის ვცდილობ რომ ვილაპარაკო სიყვარულზე და ქეთევან წამებული არის აი ძალიან კარგი და უმაღლესი მწვერვალი ქრისტეს სიყვარულის, რწმენის და მაგალითი ადამიანებისთვის და ვინ თუ არა ქეთევან წამებული, რა თქმა უნდა. ჩემს საინტერესოა. დიდხანს ვფიქრობდი რომ ქეთევან წამებულზე განგეხორციელებინა სპექტაკლი, იმიტომ რომ ზოგადად ვინც ასე თუ ისე ახლოს არის თეატრთან, იმისთვის რომ რეჟისორი ესე ხვალ დავიწყებს სპექტაკლს არ არის, ფიქრობს, გონებაში დგამს და როცა თან ასეთ ფიგურას ეძუნება, ალბათ ეს კიდე სხვა ფიქრის საგანია, რაღაც პერიოდი ქონდა, თაფიქრალი სანამ გადაწყვეტი რომ მინდა რომ განვახორციელო.
ხო, იცით რა არის, მე სანამ სპექტაკლს დავიწყებ, მანამდე მაქვს მოსამზადებელი პროცესი. სანამ სპექტაკლს დავიწყებ, ძალიან დიდი პროცესს გავდივარ ჩემთვის, იმიტომ რომ მე თუ არ ვარ მზად იმისთვის, რომ მსახიობებთან დავიწყო მუშაობა, მე არასდროს არ შევა მსახიობთან, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, მით უმეტეს, როცა მსახიობი, როცა წმინდას ეხება საქმე და ძალიან დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდე ამ პროცესს, რაც შემეძლო, რომ ხელი მიმიწვდებოდა ყველაფერი წავიკითხე ჯერ, იმიტომ რომ ეს საავტორო სპექტაკლია, ლიბრეტო მე გავაკეთე. დიახ და ქორეოგრაფიც მე ვარ და რეჟისორიც მე ვარ და აი წარმოიდგინეთ რამდენი მიმართულებით მომიწია ფიქრი, რომ ყველაფერი ესე დამელაგებინა, ხო, კი, დიდი ხანი მუშაობდი ამაზე საკმაოდ. ზოგადად როდის დაინტერესდი ამ პროფესიით? პროფესია და უარ განაპირობა კონკრეტულმა ფაქტმა, კონკრეტულმა შემთხვევამ, კონკრეტულმა პერსონამ, რომ აი მე ამას მიბოძავ. იცით, აი მე ბავშვობიდან მქონდა სულ რაღაცა შეთხზვის მიდრეკილება. აი სულ რაღაცებს ვგზავდი რა. აი საერთოდ არ ვიცოდი თეატრი და ასე შემდეგ. მე მინდოდა რომ გამოსულიყავი მსახიობი რაღაცა, აი ინერციით ტელევიზორში რაღაცა ნახე, ხო, როგორც ხდება. პოპულარობა, ცნობადობა. ნუ ეგ ნაკლებად თვითონ აი გარდასახვის მომენტი, მსახიობური მომენტები ძალიან მიზიდავდა და მაინტერესებდა და ამას არკესან ვაკეთებდი და რაღაცა ჩემი მიდგომა მქონდა ამ პროფესიის მიმართ. მეგონა რომ დედაჩემ და მეც ერთავა რა, დედაჩემ და მამაჩემს თუ მოვატყუებდი, ესე იგი მაგარი არტისტი ვიყავი რა და აი 1 წლების განმავლობაში მუშაობდი ამაზე რა. ცდილობდი? კი, დედაჩემ და ახერხებდი? და ბოლოს გამომივიდა ეგ რა. ძალიან საშინელება უნდა გითხრათ, იმიტომ რომ მე როცა სიღრმისეულად დავიწყე ამ პროფესიაში მუშაობა, მივხვდი რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გულსფელობაა პირიქით და ძალიან გამიჭირდა მე ამ რაღაცა ტყუილებიდან გადავსულიყავი სიმართლეზე, გულსფელობაზე, სინამდვილეზე და სიმართალ სიტყვაზე და როგორ მოხდა ეს ყველაფერი, იცით, რომ აი 12 წლის, 13 წლის ვიყავი დაახლოებით მშობლებმა მიმიყვანეს ბატონ გოგისთან თოდაწესთან ბერიკებში და იქ უკვე ჩემი სამომავლო ბედი უკვე გარკვეული იყო, იქ მივხვდი მაგას. შენ დრამის რეჟისორი ხარ? დიახ. იმიტომ რომ მე რაც ვიცი, რაც მინახავს ჩვენთან თეატრში, თავისუფალ თეატრში, ძირითადად ქორეოგრაფიული დიახ, თავისუფალ თეატრში ისე მოხდა, რომ სამი სპექტაკლი გავაკეთე და სამი ქორეოგრაფიული. დიახ. ქორეოგრაფიასთანაც ახლოს იყავი ალბათ. კი, ანუ უნდა გითხრათ, რომ ჩემი პედაგოგი იყო ამირენ შალიკაშვილი და კირა მებუკე და 20 წელია პანტომიმის თეატრში, ეხაც მუშაობ რემონტზე ხა თეატრი მართალია, მაგრამ ცელურად მუშაობ თეატრში და თეატრის ამყვანი მსახიობი პლასტიკა ჩემთვის უცხო არ არის და რაღაცა სადღეციდან არ მომიტანია, ანუ ორგანული ნაწილი იყო. კი ბავშვობიდანაც ვსეკვავდა, მოკლედ პლასტიკა ახლოს არ ქორეოგრაფიასთან და ამას ორგანული მსახიობობა გიცდია როდესმე? თუ იქ რომ მივხვდი დედას კარგად მოვტყვე, ეგ დაიუწყე შენი გარკვეული. არა, 20 წელია პანტომიმის ეს ამყვანი მსახიობი დრამაში დრამაში იცით, უფრო რაღაცა გადაღება, რაღაცა რეკლამა, რაღაცა პროექტები საზღვარგარეთ ძირითადად, იმიტომ რომ გონია რომ იმათმა კარგად იციან მსახიობის მიმართ მიდგომას. სწორი მიდგომა აქვს მსახიობის მიმართ და რაღაცა გრძნობდი, რომ ეს პროფესია მნიშვნელოვანია მათთვის და არ არის რაღაცა რიგითი ადამიანი არ ხარ მათთვის და ძალიან დიდი სიამოვნება იყო მათთან მუშაობა. შენ თქვი რომ ერთ-ერთი რის გამოც მინდოდა ვთხსავდი რაღაცას ბავშვობიდან ხო და ამან ერთგვარად განაპირობა. როცა იწყებ შეთხსვა სპექტაკლის. სევად რაღაც ხედვა, რაღაც იდეა, რაღაც გეგმა, რაღაც ფორმა ხომ ასეა. თუმცა ეს არის პროცესი მსახიობებთან, ხატვართან და ბევრთან განათება და ასე შემდეგ. ყოფილა შემთხვევა, შენ შემთხვევაში პრაქტიკაში რომ აი რა წარმოგედგინა რაღაცა სხვანაირად შეითხზა რა და სხვანაირად წავიდა. თუ გაქვს ხოლმე კონკრეტული, ასე ვთქვათ, მიზანი და აუცილებლად არ უნდა გადავუხვიდე მზას. ხო, მე თქვენ გითხარით, რომ მომზადების გარეშე არასდროს არ შევდივარ მეთქი. ხო, მაგრამ არასდროს არ გამოდის ის, რაც დაგეგმეთ. როგორ შენ გინდა? ხო, არა, როგორ შენ გინდა კი არა. ეს ხო ცოცხალი პროცესია თქვენ ხა კარგად იცით. ხო, რომ მსახიობებთან გაქვს ურთიერთობა. იქიდან სხვა შემოთავაზება მოდის, სხვა ფაქტურა, სხვა დამოკიდებულება, სხვა ემოცია, ხო და მე არ ვცდილობ რომ რაღაცა ეს ჩარჩოებში მოვაქცე, მე ესე მაქვს მოფიქრებული და არა. შენ მსახიობის რეჟისორი ხარ? რა თქმა უნდა. მსახიობი მნიშვნელოვანია შენ. მე ვფიქრობ რომ რეჟისორი თუ მსახიობის არ არის, რეჟისორი არც არის, არის რაღაცა ორგანიზატორი.
იმიტომ რომ მსახიობი აძლევ თავისუფლებას მსახიობს. ინფორმაციაში რასაც შენ თავაზობ ცხადია, მაგრამ ის ვერსიებს. არის პერიოდი, როცა აქ მსახიობს თავისუფლება, შესაძლებლობა, რომ თავისი დამოკიდებულება ჩადოს პერსონაჟში და არის პერიოდი, როცა მის გაკეთება აღარ შეიძლება უკვე. კი ბატონო. ესეთი რამე ახსენე შენ, რომ როცა ჩვენ დავიწყეთ კეთილ წამებულის საუბარი, პირველი ვთქვი, რომ ბავშვობიდან ცდილობდი ეკლესიურად მეცხოვრა, დაკავშირებული ვიყავი. მოდი ამ კუთხითაც წავიდეთ, ძალიან სიმბოლურია ჩვენ დავიწყეთ კეთილ წამებულით და ჩემი აზრით მე ახლა ჩემ ვერსიას ვიძახი, რომ შემოქმედი ხელოვანი, რომელიც ფიქრობს, რომ დადგას წმინდანზე, სპექტაკლი, მას ცუდ დამოკიდებულება არ უნდა ქონდეს საერთოდ. თავისთავად კეთილ წამებული არის ისტორიული ფიგურაც. ეს არ არის კავშირით პირდაპირ კავშირით სასულიერო ფიგურა, ხო, მაგრამ მოწამეა და წმინდანია დიდი, ნათობია, მაგრამ მაინც გონია მე ასე ვფიქრობ, რომ რაღაცა შინაგანად მაინც ღმერთთან ახლოს უნდა იყოს. რა ხდება შენ შემთხვევაში, როგორ ხდებოდა და ეს ბავშვობა რო თუ ეს უკავშირდებოდა ოჯახშობლებს თუ შენ გააზრეულად ამდენად დააკავშირებული ხარ ღმერთთან, ქრისტესთან, სარწმუნოებასთან. ხო, ანუ ღმერთი ამბობს, რომ ნეტარი არიან ისინი, ვინც არა მიხილოს და მიწამენ. ჩვენა ეს არის რაღაც ის არის თუ რაც არ ვიცით. ხო, მე მქონდა განცდა ყოველთვის, როცა არ ვიცოდი, მაშინაც ვგრძნობდი ღმერთს და აქედან მშობლებით რა თქმა უნდა ეკლესიურები არიან, ჩვენ ერთი მოძღვარი გვყავს და ერთ მოძღვართან დავდივართ, მაგრამ ნუ აი ეს არ იყო მშობლებიდან გამომდინარე, რაღაცა ჩემი დამოკიდებულება მქონდა ღმერთის მიმართ და სულ გრძნობდი მის არსებობას. რაში გეხმარებოდა, რაში გეხმარება აი ეს რა ჩვენ თქვი ის რომ გავერ ხედავ, მაგრამ წამს ეს კავშირი ცხოვრებაში. ჩვენ ხო ჩვეულებრივად ცხოვრობთ ყველანი, ხო? ხა განსხვავებულია ყველა ადამიანი, განსხვავებულია ყველა ადამიანის ცხოვრება, მიუხედავად იმისა, ჩვენ ერთ პროფესიაში ვართ თუ ერთ კაბინეტში მუშაობთ, ყველას ინდივიდუალური, ყველასთვის დილას ხვანა ერთენდება ეს ჩვეულებრივი თემა, ახსნა არ ჭირდება. შენ პირადად ცხოვრებაში, პროფესიაში, საქმეში რაში გეხმარება და რაში გიგძვნია, თუ გიგძვნია, რომ აი რაღაც აი სხვა არის, მასთან ყოფნა სხვა ხიბული აქვს, რომელსაც ისევე როგორც ვერ ხედავდა წამს, ასევე ბოლომდე ვერ გადმომცემ, მაგრამ ვძნობ. აი თქვენ იცნობთ ჩემ შვილს დანიელს, ხო? კი, კარგად ვიცნობ თეატრში დანიელს ყველა ვიცნობ. ხო და დანიელს კითხე, აბა მეთქი სად არის ღმერთი თქო რა და საინტერესოა ბავშვი ხარ. რომ ყველგანო და ყველაფერში. სწორია. ხო და მე მეგონა რომ რაღაცა თქვა ჭკვიანური არ იყო ეს მოსაზრება და მე რომ დავიწყე ამაზე ფიქრი, მივხვდი რომ მართლა ეგრეა. აი რწმენა იცით რას გავს ჩემთვის, რომ სიბნელეში მიდიხარ, ვერ ხედავ რაღაცა გზას, მაგრამ გრძნობ, რომ სწორი მიმართულებით მიდიხარ და იქ ჩემს ძალიან მნიშვნელოვანი. რა კარგი ფორმულირება ახსენე, ხო იცი? შესანიშნავი ფორმულირება ახსენე. პროფესიულად მინდა ისე ვკითხო და დავაკავშიროთ, რომ ადამიანი რომელიც ბავშვობიდან ოჯახით შემდგომ გააზრებულად ცდილობს რომ ამ გზაზე იყოს, რომელსაც მიდის სიბნელეში, მაგრამ იცის რომ რაღაც ინათებს. და პროფესია. რას ფიქრობ? მე სამწუხაროდ ვიტყვი საჯაროდ რომ ჯერ სპექტაკლი ვერ ვნახე, იმიტომ რომ არ ვიყავი საქართველოში, მაგრამ პირველიოს ნახავ და ახლა ბოდიში რომ ვნახავ სპექტაკლზე, ამიტომ დეტალებში არ შევდივარ და მაქსიმალურად გავცეთ, თუმცა ჩემი პოზიცია და ჩემი იდეა არ არის რომ მე სპექტაკლი გავაკრიტიკოვან შევაფასო, მაგრამ გისმენ და იდეაზე ვსაუბრობ. მაგრამ რას ფიქრობ, როგორ შეიძლება რომ ერთის ხრივ სპექტაკლი, ამ შემთხვევაში ჩვენ რეჟისორზე ვსაუბრობ და თეატრზე, თუმცა ხელოვნება სხვა მიმართულებით არსებობს. იყოს გარკვეულწილად რელიგიურ თემაზე, მაგრამ ეს არ იყოს ტრაფარეტული, ან როგორ ხდება, როგორ უნდა მოხდეს ამის დაკავშირება. თუ შემთხვევით პირიქით შეიძლება იყოს ტრაფარეტული აფიშირებაც პირდაპირ. და თუ გქონია აქამდე ცდელობა, რომ რაღაცა რელიგიურ თემებს შეხებოდეთ. მაგალითად თემურ ჩხეიძე ამბობდა, რომ ჩემს ყველა სპექტაკლში რომელიღაც ერთი ცნება აუცილებლად არის, ოღონდ შეიძლება არ ეწეროთ არა კაცკლა, მაგრამ ჩემი მოტივი იყოს, რომ ამაზე გავაკეთო სპექტაკლი. მე ვფიქრობ, რომ თეატრი არ არის ადგილი, სადაც უნდა იოცო. თეატრი უნდა გააკეთო ტაძარში, მაგრამ თეატრს შეუძლია, რომ ადამიანი დააფიქროს და მიიყვანოს ტაძრამდე და კეთილ წამებულით იქნება, შექსპირით იქნება თუ რომელიმე სხვა კლდიაშვილი თუ კაკაბაძე, ჩემს არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ აი ამ მიმართულებაზე ფიქრობდეს ადამიანი, რომ ადამიანმა თეატრში მოვიდეს და განიცადოს კათარსისი. ხო, აი ეს არის. კითხვა უნდა დამესო გარკვეულწილად მიპასუხე, მაგრამ მაინც დავსვავ. შენ თვითონ, აი შენ ერთს მე არ ვითხოვ რაღაც გლობალურ პასუხს და არც რაღაც ზოგად საქართველოს ვისაუბროთ.
რადგან შენ დაინტერესდი ამ პროფესიით, ხარ ამ პროფესიაში დღევანდელ სამყაროში დრო ხო იცვლება, ჩვენ ვიცვლები დროსთან ერთად, იცვლება თეატრის და იცვლება ყველაფერი. მაგრამ ხო არსებობს რაღაც თავარი, აი რის გამოც უნდა არსებობს, ის გამო პირობითად შეიქმნა თეატრი. როგორ ხედავ შენ თანამედროვე სამყაროში თეატრის არს და ჩვენთვის რა არის თეატრის თავარი, რის გამოც შენ გინდება რომ ამ პროფესიაში შენც იყო და ნაწილი იყო? თუმანიშვილი ამბობდა, რომ რეჟისორი არ არის ის, ვინც დგავს. რეჟისორი არის ის, ვისაც არ შეუძლია რომ არ დადგას. კარგია. და თავარი პროფესიაში არის ის, რა რისი თქმა გინდა შენ. და ამას რო ჩამოვაყალიბებ, მე უკვე იწყებ ფორმას, თქვა სახეობების მოძებნას, ვინ შეუძლია ეს გააკეთოს და ეს რაღაცა უფრო ტექნიკური ამბავია ჩემი აზრით. მთავარია სათქმელი, რისი თქმა გინდა რა აი ამ სცენაზე რო დგები შემაღლებულ ადგილზე, რისი თქმა გინდა შენ ადამიანებისთვის. თუ მისამინდა სარწმუნოებას შევეხო და თან პროფესიასთან ვიყო, თუ ყოფილა როდესმე შენ ცხოვრებაში ან შენვე დაგიდგა ეს საკითხი, რომ შეიძლება რაღაცა დროის უქონლობის გამო თუ მოსაზრებების გამო თუ სოფლმხედველობის გამო შეიძლება რაღაცა შენი ფიქრები თეატრალური და სარწმუნოება ერთმანეთს დაუპირისპირდა. ან თუ გქონია რომ უთქვამთ რომ აი როგორ ახერხებ ერთად ყოფნას თუ არა ხო იცით რა არის რომ ადამიანი რისთვის იბადება თვითონ ჩვენ არ ვიცით ადამიანი ღმერთმა რა ჩაიფიქრა როცა ჩვენ გავჩდით რა მიზანი ქონდა რომ რა მიზნისთვისაც გავჩდით ეს არავინ არ ვიცით ადამიანი არის ამის ძიებაში კი ამ შემთხვევაში ასე უნდა იყოს შემთხვევით არავინ არ ადამიანის არსია თუ ადამიანი არ არის ძიებაში მაშინ სად არის ხო და თუ გზა შეიძლება ვიღაცის იყოს რომ გახდეს ფეირი და მე მიფიქრი ამაზე რომ თქვაც ისა რა ქვია მაგრამ მე ამას გრძნობ რომ აი აქ რაღაცა შემიძლია რომ გავაკეთო საინტერესო და მოვიგონო ჩემი ენა და ჩემი თეატრი არ არის თქვა ხა ჩამოყალიბებული ფორმის თეატრი ეს არის ლაბორატორია სადაც ხდება რაღაცა გამოგონება რა ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვა მე კი არ ვიღებ რაღაც არსებულს რაც ვიცით უკვე რომ მუშაობს და ამას დაადებ და იმუშაობს რა ამას გარანტირებულად იცი რომ ხო არის ეგ მიდგომები და ძალიან ექსპერიმენტებს ატარებ ყველა სპექტაკლში არა იმიტომ რომ სხვა მაშინ აზრი არ აქვს ამის კეთილ მაშინ გამეორება ხო გამეორება და გამეორებისთვის მე არ მაქვს აქ არც ფინანსური ინტერესი იმიტომ რომ არასდროს არ მიმიღია არანაირი დივიდენდი არც ვცდილობ რომ რაღაცა პოპულარული და ცნობილი გავხდე არ არის ჩემი მიზანი უბრალოდ მე ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია გრძნობ აქ თავს და ამის კეთების დროს ვარ ბედნიერი. პოპულარული არ გენა გახდე რატო? იმიტომ რომ არ გიყვარს არ არის მიზანი ეს ჩემი რა, ხო, რაღაცა. ანუ ამისთვის არ აკეთებ. ამისთვის არასდროს არ გაკეთებ. გამიცანით რა მაგარი ვარ. ხო. აი როცა სამსახიობო კარიერა მქონდა ვთქვათ და რაღაც პანტომიმში რაღაცას საინტერესო თუ ასე თუ ისე ვაკეთებდი, მაშინ იყო რომ რაღაცა გადამიღეთ ხო, ვიღაცა ხო ბავშვი მოდიოდა ავტოგრაფ მომეცი და რაღაცა და აი პერიოდი რაღაცნაირად მოვიწავე უკან და ეხლა სხვა აბსოლუტურად სხვა ეტაპზე ვარ ჩემს. სულიერ ცხოვრებაში როგორ ხდება? სულიერ ცხოვრებაში ხო არის რომ რაღაცა ოდნავ რაღაცას ჩვენ რო გონია რომ მივახცევთ ან რაღაცა მაგალითად შევეცადე რომ გონი ისე ცუდად აღარ ვიქცევი და იქაც ხო არის ხოლმე რომ მომწონს რა კარგია. თუ გონია ეს განცდები და შენ რას ფიქრობ სულიერ ცხოვრებაში როგორ ხდება ეს რომ როგორ უნდა იყოს როცა ერთი თუ გონია რაღაცას მიაღწია ალბათ ძალიან შორს ხარ კიდე სულიერებისგან ეს სხვა თემაა მაგრამ იქ როგორ ხდება იქ როგორ იყო შენი საფეხურები ან როგორ არის აი ძალიან რთული შეკითხვა ყველაზე რთული შეკითხვა იმიტომ რომ ეხლა ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში სადაც მოსახლეობის უმეტესობა დადის ტაძარში მონათლულია როგორც მინიმუმ ხო მონათლულია და პატრიარქის პანიშვილზე მთელი საქართველოს ხო ძალიან დიდი ბედნიერება იყო. ერთი დიდი ტკივილი იყო, რომ უდიდესი ადამიანი და საქართველოს მამად, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი დაუკარგეთ და მეორე ის, რომ აი რაღაცა ისთვისაც იშრომ ამდენი სიყვარული გაეჩინა, ხო, ამდენი ამ ადამიანებმა გამოხატეს და ეგ რაღაცა იყო იმედის ნაპერწკალი და მანიფესტი მთელი მსოფლიოსთვის ვინ ვარ ჩვენ. რაღაც სიამაყესნობა იყო, საერთოდ ერთთან ერთად. კი, ჩემი მოძღვარი არის მამა ადამ ახალაძე და სულ ამბობს ის რომ იცით რა არის მარტო ეკლესიაში ზიარული ზიარება და ვთქვათ
კურთხევის აღება არ არის ქრისტიანობა. ქრისტიანობა არის ღვაწლი, შრომა და მიღწევა იქამდე რაგზაც ქრისტემ გაიარა და მე მგონია რომ ძალიან კურსნაბიჯებით და ფორთხით, მაგრამ ვცდილობ რომ აქეთკენ ვიარო. ქონია როდესმე შემთხვევა, როდესაც აი გიფიქრია რომ აი ცოტა რაღაც შეიძლება მოდუნდი, ცოტა დაშორდი, ცოტა რაღაცეები ხელი შემსვლელს რა დალევს, ხო? არსებობს ორი გზა, კეთილი გზა და ბროტი გზა. ბროტი სოცილებს რომ იმდენი სასტური შემოგთავაზ, რამდენიც გინდა. ამას რა დალევს? ხო არ ყოფილა შენ შემთხვევაში, ან რაღაც ასაკედგება ხოლმე რომ ცოტა ჩამოშორდი თუ პირიქით სუცილობ რო ახლოს იყო. ან თუ ქონია ეს შემთხვევა, მე თუ გიბიზნია რომ რაღაც სიცარიელია, იმიტომ რომ ჩვენ თუ დავფიქრდებით ადამიანები კარგად მივხვდებით რომ არაფერი არ შეგვიძლია ჩვენით. როგორც კი ჩვენ მივხვდებით რომ მე ჩემით რაღაც დავიჯერი, თქვენ მივხვდებით რომ აი არაფერი არ ახლა. ხო, ეს პროფესიის წესია რა. და ნებისმიერ საქმეში რომ დაიჯერე, კავსაძე მახსენდება მაგაზე სულ ხო ეხა ხო რაღაც სოციალური გზა. ხო, აი არ უნდა დაიჯერო ეს. იქ მივხვდებით რომ აღარაფერი აღარ ახლა. ხო, როგორც კი დაიჯერებ, მაშინ კარგავს ყველაფერი. ანუ თვითონ ცხოვრება შემოგარტყავს, რომ ისე დაგანაცვლებს. გამოგაფხიზლებს. ხო, ისე გეტკინება, რომ მეორჯერ აღარ მოგინდება რომ იქ დაიჯერო. ხო და აი რა ხდება ხოლმე, როცა შემოგვარტყავს და მაინც ვიმეორებთ. გვავიწყდება, მეც მაქვს ეგ ხო. აი ეხა ღმერთო ნეტა აღარასდროს აი თან 100%-ით ხარ დარწმუნებული, ხო? ხო, ვფიქრობ, რომ მაგ დროს სარგებლობთ ღმერთის მოწყალები და ღმერთის ანუ უპირობო სიყვარულით რომ აი თითქოს ვიცით, რომ მაინც გვაპატიეს, მაინც აგვიყვოთ, არა, მე მართლა მჯერა, რომ აღარ ვიზავ მეორეჯერ. ხო, მაგრამ მე მაინც რო შვებ. ხო და მე უცებ, აი იცით რა არის ადამიანი ეს განვითარება და ღმერთთან დაახლოება ზუსტად მაგზით ხდება რა, ეს არ უნდა მივიღოთ კატასტროფა ცოდვა, როცა ცოდვას ვაკეთებ, კატასტროფაა რა თქმა უნდა მივიღოთ, მაგრამ ამ გზის გავლის გარეშე იმ ღმერთთან ვერ მიხვალ. შენ თუ ცოდვას ვერ გრძნობ ცოდვად და ჩათვალე რომ რაღაცა უკვე პოზაში ხარ მაგის იქეთ. ხო, მაშინ რაღაცა სიგიჟეში გაგა. ხო, საერთოდ ეს არის ალბათ და საერთოდ არ თუ დავფიქრდებით, კარგი რამე ხუშიან რომ ცოდვას თუ არ დავერქვი ცოდვას და მე თუ არ ვაღიარებ რომ შევწდი, დავაშავე, ჭირდები, მაშინ სულ გაყეჭებული იქნები და ხო და არის რაღაცა სხვადასხვა საფეხურების სიმაღლე, ხო, რაღაცა თუ ყოფითი ცოდვები გაქვს და მე რაღაც და დროთა განმავლობაში მას ამარცხებ. და აი არასდროს არ თავდება ამ ცოდვებთან ბრძოლა, მე ხვდები რომ რაღაცა ამპარტავანი ხარ, რაღაცას სწორედ არ მიმართე, ვიღაცას არ გაუღიმე, ვიღაცასთვის სიკეთის გაკეთება შეგეძლო და არ გააკეთე და აი მე უკვე სხვა ეტაპზე გადადიხარ და კიდე მე მაგისები ეს ეტაპები ასრულდება. არ სრულდება. შეგიძლია უცებ რაც შეგიძლია პასუხისგამოწე ერთი მითხრა, რაც არის აი ამ ბევრ საფეხურებში, ბევრ პოსტულატებში, ბევრ სწავლებებში ერთი შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანულ ცხოვრებაში, საზოგადოებასთან ურთიერთობაში თუ ზოგადად ადამიანებთან ურთიერთობაში. აი ერთი რაღაც ძალიან ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ შენ ხარ ქრისტიანი ამის გამომხატველი ხალხთან ურთიერთობაში და ზოგადად შენში. აი ერთი რომელიც ერთი ადგასთან ბევრია. არა, მაგალითი. ანუ შენ რო დადიხარ ეკლესიაში და ლოცულობ, ანუ არ ხალხს გონია რომ ლოცულობ და შემომხედეთ და რა ოჯახის წევრი მოდიქალ აქ და წიხლით რაღაცა მოყავთ ხალხი. ნუ შეიძლება ხა უტრირებ, მაგრამ მიგრძნია ეგეთი დამოკიდებულება და ესე არ ხდება, ესე არ მუშაობს ღმერთი, მუშაობს სიყვარულით, ხო, რომ შენ რო სათნოებას ხედავ შენში და შენ რო ეკლესიაში დადიხარ და ამით რაღაცა უკეთესი გახდი ადამიანი ამას ხედავს, თვითონ უნდება რომ თვითონ ადამიანი ღვთისშვილია და მოტივირებულია და სურვილი აქვს რომ სიკეთით დაბადებულია და იქ რო იღვიძებს, რომ ხედავს რომ ადამიანი ეკლესიაში დადის და უფრო უკეთესი გახდა, ან უფრო კეთილი, უფრო სიყვარულით სავსე გახდა, იმას ავტომატურად უნდება რომ გაიმეოროს ის რასაც შენ აკეთებ. ან მაგალითია. მაგალითი ყველაზე მნიშვნელოვანია, მამა ადამი თავად შემოქმედი ადამიანია ლექსებს წერს. გვაქვს ხოლმე რაღაც საუბრები შენს პროფესიაზე, პროცესში სპექტაკლი დადგმის, ესწრება ხოლმე შენ სპექტაკლებს? კი, მე მამა ადამიანის გარეშე თითქმის არაფერს არ ვაკეთებ და ვცდილობ რომ მაქსიმალურად კურთხევით გავაკეთო ყველაფერი და ძალიან მჭიდროულ ჩემი შვილის ნათლია და ოჯახის წევრია. როგორც მოძღვარი, ისედაც ოჯახის წევრია და მოკლედ
ამ ადამი არის ძალიან მასშტაბური ადამიანი, ერთ-ერთი ყველაზე განათლებული, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოეტია ჩემი აზრით საქართველოს თანამედროვე შემოქმედებს შორის და ჩემთვის არა მარტო როგორც მოზღვართან, როგორც ხელოვანთან, როგორც მოაზროვნესთან, მასთან ურთიერთობა აი დღითი დღე ნებისმიერ შეხვედრა, ტრაპეზზე მასთან ყოფნა, მაქვს ხოლმე შესაძლებლობა, რომ ვთქვათ, მასთან ვიყო ხშირად და ყველა მასთან გატარებული დრო მე ვგრძნობ, რომ ჩემთვის არის განვითარების უმაღლესი წერტილი. იგი მადლობა მინდა გადაგიხადო. მადლობა თქვენი მოწვევისთვის და გისურვებ წარმატებას. საინტერესო კითხვები გაქვთ ნამდვილად და რა ვიცი გამიხარდა რომ დაინტერესდით და მადლობა. კიდე მოგვეცა საშუალება რომ ახლოს გავიცნოთ ერთმანეთით. დიდი მადლობა და წარმატებები. გაიხართ. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ